თავისუფალმა დემოკრატიამ დღეს მოვედით რომ გამოვხატოთ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების მიმართ სოლიდარობა, დღეს გაუსაძლისია ამ ქალაქში ცხოვრება. თბილისში, როდესაც არის უსაშველო საცობები, როდესაც თითოეულ მოქალაქეს ელემენტარულად უჭირს გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ამასჭირდება საათები და შეიძლება მთელი დღე დაიკარგოს. პრაქტიკულად არის ქალაქი პარალიზებული, აი აქ სადაც ახლა ვიმყოფებით აღმაშენებლის ხეივანში 4 თვეა უკვე მიმდინარეობს ეს სამუშაოები, რომელსაც კიდევ ჩვენ ახლა მოვიდით და ვნახეთ რომ ამდენ მინიმუმ ამდენივე დაჭირდება და სწორედ ამაზე მინდა ვისაუბროთ დღეს, როდესაც ჩვენ ირჩევდა თბილისი ქალაქის მერს ბატონ ნარმანიას და რომელსაც თურმე ჰქონდა ძალიან მაღალი გამოცდილება მენეჯმენტის კუთხით, აღმოჩნდა რომ აბსოლუტურად არანაირი მსგავსი თვისებები მას არ გააჩნია, არც მას, არც მთელ მთავრობას, არც იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან ამ სისტემაში დასაქმებულები. ამიტომ ეს არის ჩვენი პროტესტი და სოლიდარობა დღევანდელი თბილისის მოქალაქეების მიმართ, იმ რეალობის მიმართ, რომელიც არსებობს. ეს უნდა დამთავრდეს. შეუძლებელია ამ ყოფა ცხოვრებაში ვიცხოვროთ, გაუსაძლისია, როდესაც გადაკეტილია გზები, არის უსაშველო საცობები და თბილისის ყველა რაიონში არსებული პრობლემებია გამოტანილი. ყველა რაიონში, 10-ვე რაიონში არსებული პრობლემებია აქ. ის რაც ახლა ხდება დღეს აქ აღმაშენების ხეივანის დასაწყისში არის საუკეთესო ნიმუში იმ ცონარობისა, რაც ზოგადად ახასიათებს მერს, მის კაბინეტს და სრულიად საკრებულოს. 4 თვეა მიმდინარეობს ეს მშენებლობა. რა გახდა ამ მშენებლობის დასრულება 4 თვის მანძილზე? და ისეთი პირი უჩანს, ერთი 6 თვე კიდევ გაგრძელდება. მე ვთავაზობთ თბილისის მოსახლეობას, მოდით სურამის ციხესავით ჩავაყოლოთ ამ ნანგრევებში. ბატონი მერი, თავისი კაბინეტი არა და მივაყოლოთ ზემოდან საკრებულოს. სრული შემადგენლობა, როგორც ნაცები, ისე კოცები. ერთად, პრინციპში გვეღარ გაარჩევ ვინ ვისია და სად ერთი იწყება, სად მეორე მთავრდება. აი ერთად ყველანი ობძანდით აქ აიღეთ ბარები ხელში, რომ ზიხართ იქ ჩაბნელებულ მანქანებში და ადამიანებს აღარ ხვდებით თქვენ მიკროუბნებში. მობძანდით ბატონებო და ქალბატონებო, მიმართავ საკრებულოს წევრებს და იმ კიდევ ჯერჯერობით კაბინეტის წევრებს, რომელიც არ გაუგდიათ ჯერ სამსახურებიდან, დაიჭირეთ ბარები, მოზილეთ ცემენტი და გააკეთეთ გზა თბილისელებისთვის. თქვენ რა იქიდან სხვა პლანეტიდან ხართ ჩამოფრენილები, არ ცხოვრობთ ამ ქალაქში, სადაც უამრავი ადამიანი იტანჯება მუგზოობით, რას დაამსგავსეთ ქალაქი? ან როდის იღვიძებთ, ან როდის იძინებთ, ან რითი ხართ საერთოდ დაკავებული ამ ქალაქში? რას აკეთებთ? წელიწად ნახევარი გავიდა, აგურზე დადეთ ამ ქალაქში? აგურზე გარდა გრევისა, უსაქმრობისა, დოყლაპიობისა, ერთმანეთთან დაპირისპირებისა. დადეთ? და კიდევ დღეს მერს ვთხოვთ ჩვენ რამეს და მერი ვერაფერს ვერ გააკეთებს. სპეცსამსახურება დაუკომპლექტეს მინისტრთა კაბინეტი, ეხლა სპეცსამსახურება გაუნთავისუფლეს ხალხი მინისტრთა კაბინეტიდან. ვთხოვთ ნარმანიას ხალხის დანიშნოს. გუშინ მიაბრძანეს პრემიერ-მინისტრმა. რა უნდა თბილისის მერს პრემიერ-მინისტრთან? ან კანონი წაიკითხეთ, ან კონსტიტუცია წაიკითხეთ, ან გამოდით თბილისელებთან გამოდით დაელაპარაკეთ ამ ადამიანებს. ეხლა საარჩევნო წელი მოვა. მე ხო აატალახებთ აქაურობას. ღობეყორეს ხო მოედვებით, მაგრამ არაფერი არ გიშველეთ. იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებიც ყოველდღე მოძრაობენ ამ გზაზე, ამას იმახსოვრებენ ყოველწუთიერად, როგორ დგანან საათობრივად ამ გზებზე. ეს ნაკადი გაუშვეს სოფელ დიღომში, დატვირთეს მთელი დიღმის ტერიტორია, მთელი გზები ამ უზარმაზარი ნაკადით. ლამის ნახევარი მსოფლიო დადის ამ გზაზე. და 4 თვეა თბილისის მერი იმას ვერ აბავს თავს, რომ ეს უბედური გზა საახლოებით 20 მეტროვანი მონაკვეთია ამ ხიდის. ეს გააკეთოს და შეაკეთოს და ჩვენ გვაბრალებს აჟიოტაჟი ატეხილი, თურმე უსაფუძვლო.